მაშინაც კი, როცა ამერიკული დარტყმები ირანის სამხედრო ობიექტებს აზიანებს, თეირანი თავისი კოსმოსური პროგრამის შემდეგ ეტაპს აანონსებს. ირანი აცხადებს, რომ მალე გახსნის ახალ ლაბორატორიებს, სატელიტის მართვის ცენტრებს და ჩაბაჰარის გაშვების ბაზას. ამასთან ერთად კი გამოცდის უფრო ძლიერ გამშვებ რაკეტებს. ირანი ამას სამოქალაქო კოსმოსურ პროგრამად წარმოაჩენს. მაგრამ ისრაელი და შეერთებული შტატები ამაში მეორე მიზანსაც ხედავენ. იგივე ტექნოლოგია, რომელსაც თანამგზავრის ორბიტაზე გასაყვანად იყენებენ, ასევე შეიძლება დაეხმაროს ისეთი რაკეტის შექმნას, რომელსაც ბევრად უფრო შორს შეუძლია მიღწევა. საკითხის დეტალურად განსახილველად ჩვენთან ერთად ახლად ალიმ ბარია, ირანული რაკეტებისა და კოსმოსის ექსპერტი და ასევე გეოჰორიზონის სპეციალისტი. თალ დიდი მადლობა, რომ დღეს საღამოს IOT News English-ის ეთერში ხართ ჩვენთან ერთად. მოდი დავიწყოთ უფრო ფართო მიმოხილვით. ვფიქრობ, როცა საქმე ირანის კოსმოსურ პროგრამას ეხება, რამდენად არის ეს პროგრამა რეალურად სამოქალაქო? ირანმა თავისი კოსმოსური პროგრამა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და პირველი ირანული თანამგზავრი ირანული გამშვები აპარატით, ანუ რაკეტით, გაუშვეს 2009 წელს. მას შემდეგ ირანმა რამდენიმე თანამგზავრი გაუშვა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი საუკეთესო ხარისხის არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ირანის კოსმოსური პროგრამების ამბიციები ძალიან მაღალი იყო. ირანში ორი დამოუკიდებელი კოსმოსური პროგრამა არსებობს. ერთი სამოქალაქო პროგრამაა, რომელსაც ირანის კოსმოსური სააგენტო ხელმძღვანელობს, რომელიც რეალურად ლეგიტიმური ორგანოა. მეორეს კი ირანის რევოლუციური გვარდია მართავს, რომელიც, რა თქმა უნდა, განკუთვნილია შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შესაქმნელად. ზოგ შემთხვევაში კი ირანის მცდელობის დასაფარავად, რომ რაკეტების მოქმედების არეალი გააფართოვოს. და რა თქმა უნდა, სამხედრო თანამგზავრებისთვისაც. მაგრამ ნამდვილად განცალკევებულები არიან? ანუ რომელი ტექნოლოგია გადადის ყველაზე პირდაპირ თანამგზავრის გამშვები რაკეტიდან შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაში? რაკეტა. და ბევრ შემთხვევაში გამშვები რაკეტა შეიძლება გარდაიქმნას, ან გადაეწყოს ისე, რომ კოსმოსში წასვლის ნაცვლად ძალიან შორ მანძილზე მდებარე სამიზნეს დაარტყას. და ჩვენ ყველას გვახსოვს სულ მცირე ცნობები, სულ მცირე ორი ირანული რაკეტის შესახებ, რომლებიც დიეგო გარსიას მიმართულებით მიდიოდნენ, რაც საკმაოდ შორსაა ირანიდან. ასე რომ რეალურად ამ ორ პროგრამას, ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა და კოსმოსური მისიებისთვის განკუთვნილ გამშვებ სისტემებს სრულად ვერ გააცალკევებ, განსაკუთრებით თუ საუბარია ირანის რევოლუციური გვარდიის კოსმოსურ ძალისხმევაზე. მარტში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მართლაც დაარტყეს ირანის აეროკოსმოსურ შტაბს, რომელიც სატელიტების გაშვებაზე იყო პასუხისმგებელი. ვიცით თუ არა რამდენად შეაფერხა ეს პროგრამა ისრაელის ან თუნდაც ამერიკის დარტყმებმა? ძალიან რთულია ზუსტად თქვა, რადგან სანდო წყაროები არ გვაქვს. გარდა თეირანში მდებარე ირანის კოსმოსური კვლევების ცენტრის შტაბინისა და ჩვენ ვიცით რა მოხდა იქ. ის მთლიანად განადგურებულია და ირანულმა მედიამაც გაავრცელა დოკუმენტაცია ამ ადგილიდან. მიუხედავად ამისა, დღეს ან გუშინ ინგლისიდან ახალი ანგარიში მოვიდა. მიუთითებს ყველა იმ ობიექტის სიას, რომელიც კოსმოსურ პროგრამასთან არის დაკავშირებული. მათ შორის ყველა ტიპისა და სახის საწარმოო ობიექტებს, ირანის კოსმოსური საქმიანობის ღირებულების მთელ ჯაჭვს და ასე შემდეგ. ასე რომ თუ ეს მართალია, მაშინ ასეა. ირანს სულ მცირე ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა, რომ განავითაროს, აწარმოოს და გაუშვას თანამგზავრები, მაგრამ ეს შეიძლება უკუეფექტური იყოს, რადგან ირანი დაეყრდნობა სხვა მომწოდებლებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. და რამდენიმე თვის წინ გავიგეთ, რომ ირანმა ფარულად შეიძინა ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ირანში არ არის დამზადებული, ეს არის მოკლე გზა უფრო დახვეწილი ტექნოლოგიისკენ. ამასთან დაკავშირებით ჩინეთსა და რუსეთსა თუ ვილაპარაკებთ, როგორ ეხმარებიან ისინი ირანს იმ შესაძლებლობების აღდგენაში, რომლებიც დაზიანდა? რამდენი ინფორმაცია გვაქვს ამაზე? სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში ღია წყაროებიდან არა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ირანს შეუძლია უბრალოდ ფული მისცეს ჩინეთს ან რუსეთს და მიიღოს კიდევ ერთი სატელიტი. და სულ ახლახანს ვიცით, რომ რუსეთმა ირანისთვის საკომუნიკაციო სატელიტი გაუშვა. და ეს, რა თქმა უნდა, სამოქალაქო დანიშნულებისთვისაა, მაგრამ ასევე სამხედრო დანიშნულებისთვისაც,
რადგან სატელიტური კომუნიკაციის გამოყენება შესაძლებელია ძალიან შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო აპარატების მართვისთვის, მაგალითად ხილვადობის ფარგლებს მიღება. ასე რომ ჩინეთი და რუსეთი შეიძლება გახდნენ მომწოდებლები, რაც ნიშნავს, რომ ირანს ექნება ძალიან კარგი შესაძლებლობები კოსმოსში, არა ადგილობრივად შექმნილი, არამედ გარედან მიღებული შესაძლებლობებით. თუმცა სატელიტების ხარისხი, განსაკუთრებით დისტანციური ზონდირების სატელიტების, ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ირანს თავად შეუძლია შექმნას. და სწორედ დღეს ვიხილეთ რამდენიმე სატელიტური სურათი, რომელიც ირანმა მოგვაწოდა და მათ არასდროს უთქვამთ, რომელი სატელიტი იღებდა იმ სურათებს საბრძოლო ზიანის შეფასების, ანუ BDA-ს, იორდანიაში, ომანში და სხვა ქვეყნებში მდებარე სამიზნეების შესახებ, რომლებსაც ახლა ირანი უტევს. ასე რომ, შესაძლებლობა დღესაც არსებობს და განჭვრეტად მომავალშიც იარსებებს. მიუხედავად იმისა, რომ ირანი შესაძლოა ასე მალე ვერ ააშენებს საკუთარ სატელიტებს, როგორც გეგმავდა, თუმცა მათ ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ სხვა ქვეყნების კოსმოსური საშუალებები. Palenbar, მადლობა თქვენ ირანის კოსმოსური პროგრამის ხედვისა და ანალიზისთვის. რომით ავით ჩვენთან. 4 News English-სან. მადლობთ.